ტროტუარზე დგომა, როგორც დანაშაული, თან აბსურდის თეატრი, თავად რეჟიმსაც, როგორც ჩანს, მაინც უხერხულობას უქმნის და პროპაგანდისტული ხაზი სჭირდება ამ ადამიანების ტროტუარზე დგომის გამო დაკავების პროცესში. ტროტუარზე დგომის გამო კი არ ვაკავებთ, არამედ იმიტომ, რომ სხვა ადამიანების გადაადგილებას აფერხებენო. და ეს სამარცხვინო ტროტუარების საქმეები ნამდვილად შევა ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როგორც რეპრესიების წარმოუდგენელი მაგალითი. ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეებს დღესაც ასამართლებდნენ, მათ შორის მანამდე სანქცირებულმა მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ გადადო გიორგი ბულიასა და ასევე ნურა ცინცაძის პროცესები, გადაწყვეტილება 10 თებერვალს გამოცხადდება, 11-ში კი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანის ელენე ჟღარკავას პროცესზე ბოლო-ბოლო გამოცხადდება განაჩენი და გადაწყვეტილება. დღეს ერთი მოქალაქე სამართალდამღვრევად ცნეს, წინა კვირაში უკვე 7 ადამიანი ცნეს სამართალდამღვრევად, რომელთაგან 5 არის პატიმრობაში. მიდგომა აქამდე რაც გამოიკვეთა ასეთია, ერთი გამონაკლისის გარდა ქალებს აფრთხილებენ, მამაკაცებს კი ციხეში უშვებენ. ასეა მაგალითად ჩვენი შემდგომი სტუმრის შემთხვევაში, ნათია ჭავჭანიძის შემთხვევაში, ის სამართალდამღვრევად კი ცნეს, მაგრამ ტროტუარზე დგომისთვის, მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებით გაუშვეს. მისი მეუღლე დიმიტრი ჯამბურია კი იგივე აბსურდული ბრალისთვის, ანუ ტროტუარზე დგომისთვის 4 დღიან პატიმრობაში გაუშვეს. ნათია ჭავჭანიძე ახლა ხაზია გადაცემაში ჩართვისთვის პირველ რიგში. ხნეობა, სოლიდარობა თქვენ და ჩვენც ასევე აღშფოთებულები, გაბრაზებულები ვართ იმ დისკრიმინაციის, რა ვიცი, ადამიანის უფლებების საოცარი შეზღუდვის, რაც თქვენ შემთხვევაში აქვს, რასაც ადგილი ტროტუარზე დგომის გამო. ციხე თქვენი მეუღლის შემთხვევაში, თქვენ შემთხვევაში გაფრთხილება. თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? ნათია, რამდენად ელოდით, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც საკუთარი ქვეყნის მომავალზე ფიქრის გამო გახართ რუსთაველზე, ტროტუარზე, აბსოლუტურად მშვიდობიანად, ამის გამო სახელმწიფო სამართალდამღვრევად გამოგაცხადებდათ. მოგესალმებით, მოგესალმებით და მოგეთლებს რაც შეეხება სიმართლედ მე პატიმრობის მოლოდინი მქონდა, არ მქონდა მოლოდინი, რომ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ და დიახ, ამათგან აბსოლუტურად ყველაფრის მოლოდინი გვაქვს, რა თქმა უნდა. აბსურდში არიან შესულები, რა ვიცი, თვითონაც არ იცი ამ მგონი დასაკეთებელ, თან გვეუბნებიან, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება გვაქვს და თან ამისთვის გვიჭერენ. რატომ უნდა გავაკეთო მეტი არც ვიცი. მესმის, თქვენი მეუღლე ახლა სად არის? რომელ ციხეშია? ზესტაფონში არის, ზესტაფონის იზოლატორში გადაიყვანეს. ზესტაფონის იზოლატორში თან თბილისიდან, ხო, ეს პრაქტიკა აქვთ, იზოლატორებიც არ ყოფნით მათ და თქვენი მეუღლეც ელოდა, ანუ ასეთ შედეგს და ის ჰქონდა ამის მოლოდინი, შესაბამისად წინასწარ მომზადებული ჰქონდა ნივთები ორივეს, რაც უნდა შეგვეტანა იზოლატორში, ასე რომ დავიყავით. ნათია, რა მინდა იცით კითხოთ, მესმის რომ ეს არ არის მარტივი და მე ყოველთვის როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, ამას უსვამ ხაზს. ეს არის ადამიანების ცხოვრება, ყოველდღიურობა, მათ ყავთ ოჯახები, შვილები, აქვთ სამსახური, ყოველდღიური რუტინა. არ არის მარტივი, თუნდაც რამდენიმე დღით ციხეში გამოკეტვა. ეს არაჩვეულებრივი მოვლენა, არ არის ჩვეულებრივი მოვლენა და ეს ცხოვრებას ანგრევს ადამიანების ყოველდღიურად. მაგრამ ეს გიცვლით თუ არა мотиваციას, რომ იყოთ პროტესტში. ეს რამდენად მუშაობს? რა თქმა უნდა, мотиваციას გვიცვლის, პირიქით გვიძლიერებს. მეცაც გეტყვით, შემოძახ ოჯახს ეს რეპრესიები უკვე დიდი ხნის წინ შეეხო, იმიტომ რომ აი ჩემი მეუღლე მაგალითად დაჯარიმებულია 3-ჯერ ამ პროტესტის გამო, შემდეგ მეც და ჩემი მეუღლეც სამსახურიდან გამოგვიშვეს პროტესტის გამო, ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ვიყავით. 18 წელი მუშაობდი მე, 20 წელი მუშაობდა ჩემი მეუღლე იქ და ახლა დეკემბერში გამოგვიშვეს, იმიტომ რომ განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები აქვს. და ამის შემდეგ უკვე ორივე ვართ სამართალდამღვრევები. სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლენ ჩემ მიმართ, ის 4 დღიანი პატიმრობით არის განთავსებული. ანუ განათლების სფეროში სამსახურის 20 წლიანი პრაქტიკის შემდგომ ცოლ-ქმარი გამოგაცხადეს სამართალდამღვრევად, ხო? აი მართლა აბსურდია, არ ვიცი, მართლა ვერ პოულობს შესაძლებლობას. მაგრამ ეს მეორე პრომატიშვილი ამ ყველაფრის გადვა ყველაფრის. რა ვიცი, მომდევნო ნაბიჯი რა შეიძლება იყოს, ალბათ ნახეთ.
ხო და იცით რას ვამბობთ ჩვენ თითქოს არ წარმოგვედგინა რომ ასეთი ვითარება მოვიდოდა რომ ტროტუარზე დგომის გამო დაგვაჯარიმებდნენ ან დაგვიჭერდნენ და თუ შევხედავთ ავტორიტარული ქვეყნების გზას კი პოლიტიკოსებს ჯერ იჭერდნენ აბსურდული ბრალით და შემდგომ ქუჩაშიც კლავდნენ როგორც ჟურნალისტებს და როგორც სამოქალაქო აქტივისტებს ასე რომ ხო თითქოს შორს არის ეს და თითქოს აქ რაღაცა ზღვარია რომელიც არ უნდა მოხდეს მაგრამ აქამდე მათ ყველა ზღვარი გადალახეს რა გზა გგონიათ რომ ამარცხებს ასეთ რეჟიმს ახლა თუ სახლში დაჯდება ადამიანი და არ გამოვა ტროტუარზეც ანუ ვერსად ვერ დგება პროტესტის გამო სახათად ქუჩას ვერ კეტავს ტროტუარზე ვერ დგება მართლა ფასადზე ხო არ დადგება გონიათ რომ თუ ასე მოიქცევა ადამიანი და დააყლება ამ ნებას მოთხოვნილს შესაძლოა აივანზე დგომის გამოც დაგვაპატიმრონ ბოლოს ან სახლში სადარბაზოში არასწორად ასვლის გამო უფრო და უფრო ძლიერდება თუ არა რეპრესია თუ ჩუმად ხარ მოკლედ ამის კითხვა მინდა რა თქმა უნდა ორი აზრი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით ზოგადად მე ვთვლი რომ ისე ჩვენი ანუ მოქალაქეების ბრალიანს შემოქმედე მივედით იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერადად დიდი ხანი ვიყავით ჩუმად ძალიან გნევრი რამე ვაპატიეთ ამათ ადრევე უნდა ამოდება ამიტომ ახლა გაჩერება გამორიცხულია ახლა ჩვენ თუ გავჩერდებით მართლა შეიძლება რაღაცა მოქალაქეების გარკვეული ნაწილი სახლებიდანაც აღარ გამოგვიშვა ამიტომ ბრძოლა გაგრძელდება აუცილებლად ბოლომდე თქვენი მიზანი რა არის თქვენ რატომ გახართ ქუჩაში ერთი მოქალაქე თქვენს მეუღლესთან ერთად ნახეთ მე ამას ფოტოსტუდის მეკითხებოდნენ იმიტომ რომ მე არ მქონია პირადი მიზნები რამაც გამომიყანა ქუჩაში ხო ნამდვილად ჩემში გავხდებოდით ცხოვრობდით ძალიან ნორმალურად თუმცა ჩემს ირგვლივ სხვა ადამიანებს ეხებოდა ძალიან ბევრი პრობლემა სოციალური პრობლემები რა თქმა უნდა ძალიან ბევრი უსამართლობა ასევე მოგეხსენებათ ყავს ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა და ნუკლეარ კურსმა რაპორტის აღებული აქვს ქართულ ეცნებას გამოგიყანა ადამიანები ქუჩაში მათ შორის მეც და ჩემი მეგობრებიც და მიზანი არის ამ ქვეყნის დემოკრატიული ცხოვრების, ადამიანის უფლებების დაცვის, ევროპული მომავლის შანსის დატოვება ამ ქვეყნისთვის. ყველა მოქალაქეს რაც ჯერჯერობით არ არსებობს კი ბატონო, ნათია, ძალიან დიდი მადლობა. მე მხნეობას გისურვებთ თქვენს მეუღლეს მალე სახლში დაბრუნებას, ჩვენი სოლიდარობა თქვენ ყველა სინდისის თუ პოლიტიკურ პატიმარს და უკან. დიდი მადლობა და თავისუფლება რეჟიმის ყველას. ნამდვილად გიერთებით ამ სურვილში. ნათია ჭავჭანიძეს უსმენდით. მისი მეუღლე დიმიტრი ჯამბურიაკი ზესტაფონის საპატიმროშია.